მოგესალმებით მეგობრებო, ეს ახალი ფოტო ბატონი აბონის მომაწოდა მისმა ოჯახის წევრმა, მადლობას უხდი მას, რომელიც დამიკავშირდა ისრაელიდან და ძალიან დიდი მოკითხვა დამავალა თქვენთან და მადლობა მითხრა იმისთვის, რომ მისი მამა გავაცოცხლეთ ეს უკვდავი ადამიანი. მაშასე დავიწყოთ. 30 იანვრიდან მოყოლებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიის რამშტაინის სამხედრო ბაზიდან საქართველოს მიმართულებით ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავებმა აიღეს გეზი და სამჯერ გაჩერდნენ ჩვენთან, სამჯერ ჩამოფრინდნენ, 30 წუთი დაყვეს და გაფრინდნენ. როგორც ვიცით, ეს დაშვება იყო კოორდინირებული პარტნიორებთან ერთად და ეხა ბევრმა ვერ გაიგო რას ნიშნავს ეს. საწვევი გაუთავდა ალბათ ან ისე რა ქვია შეეშინა იქ გადაფრინა თუ რაღაც ისონელები მოიცადე. ეხლა უცებ ალიევის ვიზიტის მერე უცებ ბრახ და აესე თითქოს ერთ დღეში წარმოჩინდა და წამოიჩიტა ტრამპ თაუერის ამბავი, რომელმაც დააბნია ქართული საზოგადოება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ლანძღავს ტრამპს, რომელმაც ტვინი აურია რუსულ სპეცსამსახურებს და გადახედეთ რუსულ პროპაგანდისტულ ჟურნალებს და ვერ ხვდებიან რა მოხდა. პუტინი არ უნდა იყოს ამის გამო ძალიან გახარებული, ჩემო და ზოგიერთს ვისაც გონია რომ ბიძინა ძალიან ბრძენიან და სტრატეგიულად დაალაგებს და დაალაგა, ხო? არ ვიცით. რა ნიშანია ეს? არ ვიცით. არა, მე კი ვიცი, მაგრამ ჯერ არ ვაპირებ ლაპარაკს. არა, მართალია ტრამპ ტაუერის აშენებისთვის ადგილი მაინდა-მაინც არ მომწონს, ახლა იქ დავიბადე, გავიზარდე იპოდრომზე და იქ რაღაცა ვერ ხედავ. არა უშავ, ჭანდაბას კაცო იყო ძალიან მაგარია. ეხლა ამ პროექტთან ერთად უცებ კონგრესში შედის ახალი კანონპროექტი, რომლის ავტორია ჯო უილსონი და კიდე მეორე სენატორი აღარ მახსოვს კონგრესმენი, რომლებმაც უნდა სასწრაფო წესით 180 დღეში შეისწავლონ თუ რამდენად ღრმად აქვს გადგმული ფესვები ჩინურსა და რუსულ სპეცსამსახურების მუშაობას საქართველოს საზოგადოებაში, რამდენად ჩვენ გვაქვს ტვინი გამორეცხილი და საერთოდ საქართველო პარტნიორია თუ გავლენის ობიექტი. ვაიმე, როგორ ემთხვევა ტრამპ ტაუერის აშენებას? შენ ისე ღრმა ხარ ქართულოცაო, შენ ისე ღრმა ხარ. გავიხსენოთ ეს ლექსი. მოკლედ, ყველამ ძალიან კარგად იცის, განსაკუთრებით კი ამერიკულმა სამსახურებმა, რომ საქართველოში პოლიტიკური სისტემა არის კარტელური, რომ ეს არის ვითარება, როცა ფორმალური ხელისუფლება და ფორმალური ოპოზიცია მიუხედავად იმისა, რომ ვითომ ერთმანეთს ლანძღავენ, გადასარევად საჯარო რიტორიკა ესეთი არის, ციხეში უშვებს, გამოყავს, ერთად მოქმედებენ, გადასარევად არიან შეხმატკივრებულები და სინამდვილეში არიან კოალიციაში და ეს არის უდიდესი ბარიერი ნებისმიერი ცვლილებისთვის, მეგობრებო. ასეთი ოპოზიციური სპექტრი ვერ აიტანს ვერც ერთ ახალ სახეს, ვერც ერთ დამოუკიდებელ ვიღაცა პატრიოტ ადამიანს, ვისაც უნდა რომ შეიცვალოს სისტემა, ვერავის ვერ აიტანს. ესენი როგორ ელოდებიან, როდის მოგაშორებს ამერიკა, რომ თვითონ მემკვიდრეობით მიიღონ ძალაუფლება, არც კი იცი შენა. მოკლედ, წინ მაგარი ამბები გველოდება, მეგობრებო და აქ ხალხს უკვე არავინ აღარ უსმენს. ხალხის აზროვნებაც გაიყო, ვინც აქციებზე დადის, უკვე ყველას ერთმანეთი გონია ვიღაცა რომ ჩამშვებია, ის არის, ეს არის. მოკლედ, დედა გვიტირა რუსულმა სპეცსამსახურებმა და აწი ტრამპ თაუერი თუ გადაგვარჩენს, ნახოთ. ოპოზიცია მეგობარი აქტის გარშემო რო გთხოვდით, გაერთიანდით, სიგნალი და რო არქენით არაფერი, იცი, ბიძინ. შენ გეუბნები, ეგენი ხა იცი როგორ ელოდებიან შენ როდის მოგაშორებს ამერიკა, რომ მემკვიდრეობით მიიღონ ხელი ძალაუფლება, ლეგიტიმაცია. ეგრე კი არ არის. ეხლა მაგათ რა გონიათ, იცი რომ ხალხის ხელში კი არ არის ძალაუფლება, რომ ხალხი თავისი არჩევნით გადაწყვეტავს. არამედ ბრიუსელში და ვაშინგტონში გადაწყვეტავენ ვინ დასვან.
აღარ არის ეგრე მეგობრებო. შეხედეთ რა ხდება ირანში. ხალხმა უნდა მიიღოს თავის თავზე აიღოს გადაწყვეტილება და ხალხმა უნდა გადაწყვეტოს ვინ უნდა ყავდეს ლიდერად. ეს არის მთავარი მეგობრებო. აბა თქვენ იცით, აბონი გემშვიდობებად ნახვამდის. ეხლა ამ პროექტთან ერთად უცებ კონგრესში შედის ახალი კანონპროექტი, რომლის ავტორია ჯო ვილსონი და კიდე მეორე სენატორი აღარ მახსოვს კონგრესმენი, რომლებმაც უნდა სასწრაფო წესით 180 დღეში შეისწავლონ თუ რამდენად ღრმად აქვს გადგმული ფესვები ჩინურსა და რუსულ სპეცსამსახურების მუშაობას საქართველოს საზოგადოებაში, რამდენად ჩვენ გვაქვს ტვინი გამორეცხილი და საერთოდ საქართველო პარტნიორია თუ გავლენის ობიექტი. ვაიმე, როგორ ემთხვევა ტრამპ ტაუერის აშენებას?